პატარა შესავალს გავაკეთებ, ზოგადად რატო გამოვიტანე ამ სათაურით ეს ყველაფერი. მარკეტინგი ზოგადად ძალიან ვრცელი სფეროა მოგეხსენებათ და ძალიან სპეციფიურია და ბევრი მიმართულება აქვს და რეალურად მინდა ამ ლექციის მსვლელობისას გაგიხსნათ რა განსხვავება product marketing-სა და ვთქვათ ტრადიციულ მარკეტინგს შორის. მე პირადად უშუალოდ წლებზე მეტია უკვე პროდუქტის მარკეტინგის მიმართულებით მუშაობ და ამ დღევანდელ დღეს მინდა რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავფარო. ერთი არის რომ ვისაუბრებთ რა არის ზოგადად და რას მოიცავს პროდუქტის მარკეტინგი, რა არის მისი ყოველდღიური ფუნქცია მოვალეობები იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით არის დასაქმებული, ამა თუ იმ კომპანიაში, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ, ზოგადად ეს სპეციფიური და საკმაოდ ძალიან საინტერესო და ჩემი საყვარელი მიმართულება და როგორ შეგვიძლია გავხდეთ product მარკეტერები. ზოგადად product მარკეტინგი დღესდღეობით არის რა ვიცი, ყველა კომპანიაში უბრალოდ სამწუხაროდ ბევრგან ჯერ კიდევ არ არის ეს რაღაცა მნიშვნელოვანი მიმართულების, ასე ვთქვათ, პრეზენსი განვითარებული და ჩვენ product მარკეტერები, რომლებიც ქართულ ბაზარზე, ასე ვთქვათ, მუშაობთ, ძალიან ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ კონკრეტული მიმართულების განვითარებას და ასევე კომპანიებში მის დანერგვას, მენეჯმენტისთვის გაცნობას და უფრო მეტად ამ მიმართულების კადრების მოძიებას. ყოველდღიური ფუნქცია მოვალეობები არის ძალიან საინტერესო product მარკეტერის, იმიტომ რომ კომპანიაში ეს ადამიანი არის უშუალო და ძირითადი მაკავშირებელი რგოლი კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მე როგორც product მარკეტერი, ასე ვთქვათ, ჩემი მოვალეობაა, რომ ერთი რომ კომპანიის შიგნით მივიღო მონაწილეობა ისეთი პროდუქტის თუ სერვისის შექმნასა და განვითარებაში, რომელიც მარცხლას, სწორ და ნამდვილ ღირებულებას მოუყვას მომხმარებელს და მეორეს მხრივ კომპანიისთვისაც იქნება სარგებლის მომტანი. ხო, საკმაოდ ისეთი დატვირთული და რთული მოვალეობა და ფუნქცია, ასე ვთქვათ, მაგრამ მის უკან დგას ძალიან საინტერესო პროცესები. და ზუსტად ეს კურსიც ემსახურება მაგას და ძალიან დიდი სურვილი მქონდა და არ ვიცი, ჩემი წინა კურსის სტუდენტები დამიხარია რომ გვესწრებიან, ალბათ თვითონ შეიძლება გაგვიზიარონ გამოცდილება და საინტერესოა გარეთ თვალიდან ამ ყველაფრის შეფასება. მთავარი მიზანი იყო და სილაბუსსაც თუ გაეცანით და თუ არ გაეცანით, გაგიზიარებთ აუცილებლად ლექციის ბოლოს. არის რომ ყველა ეტაპი, რასაც მოიცავს თვითონ პროდუქტის მარკეტინგი და მისი მუშაობის პრინციპები, იყოს ძალიან დეტალურად გავლილი. აქედან გამომდინარე, თვითონ კურსიც იქნება საკმაოდ ინტენსიური, ხანდახან გაგაწვალებთ, ბევრ დავალებებს მოგცემთ, მაგრამ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვიქნები უფრო მეტად პრაქტიკაზე და ამ ინფორმაციის მოწოდებაზე. ქულებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მიზანი იქნება, რომ ეს კურსი ყველასთვის იყოს ერთი ძალიან საინტერესო და მეორე ძალიან სასიამოვნო, რომ ყველა ლექციაზე გიხაროდეთ შემოსვლა. ყოველ შემთხვევაში მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. ფუნქცია მოვალეობებსაც შეეხება დღეს ცოტა ზოგადად შევეხებ, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი სალაპარაკო გვექნება, თუ რა თქმა უნდა გადაწყვეტავთ ამ კურსზე დასწრებას. რადგან უშუალოდ საუბრობდი პროცესზე და შექმნით რამდენად საინტერესო იყო. თუ შეიძლება, ბარემ ნინის და ირაკლის მივცემ შესაძლებლობას, რომ დაესწრება რა ნაწილი იყოს კურსის მათთვის ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი. ირაკლი დამითმობ თუ? ამჯერადაც არ დამითმობ. გამარჯობა. მომიწია უცებ ჩართვა გზაში ვარ ეხა ბოდიშით ვერ მოვასწარი და პირველ რიგში გამარჯობა კიდევ ერთხელ ყველას და სალის პირველ რიგში ძალიან საყვარელი ლექტორი იყო. მთელი კურსის განმავლობაში ძალიან გვეხმარებოდა და ცოტა ისე რომ არ გამომივიდეს რაღაცა ისე ტექსტებად, მართლა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ. პირველ რიგში ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლეთ რა იყო ასე მოულოდნელად ჩავერთე და ძალიან ისე ვარ. ერთმანეთისგან გავარჩიეთ რა იყო ძირითადად
მარკეტინგი ზოგადად, რას მოიცავდა მარკეტინგი და რას მოიცავდა პროდუქტის მარკეტინგი. რატო იყო ეს სფერო საინტერესო, საერთოდ სალისგან გავიგე და სალისგან დავინტერესდი და ეს მიმართულება ძალიან ახალი არის და ბაზარზე ნაკლებად არის ესე ვთქვათ სწავლაც და ამ მიმართულების პოპულარიზაციაც არ ხდება. თუმცა ძალიან დეტალებამდე ჩავედით, ანუ ყველაფერი სიღრმისეულად გავიარეთ, რა გვაინტერესებდა პროცესში ლექციების თანმიმდევრობის დროსაც ყველაფერში გვეხმარებოდა ხოლმე და მივხვდით, რომ ეს მიმართულება ძალიან საინტერესო და საჭირო არის. შეიძლება ამ კადრის ესე ცალკე მიმართულების ვაკანსიები არ არის ამ ეტაპზე არ იძებნება და არ ისერჩება, თუმცა ნებისმიერ მიმართულებაში, ნებისმიერ ასე ვთქვათ პოზიციაზე მომუშავე კადრისთვის ძალიან ასე ვთქვათ საინტერესოა ამ მიმართულების სწორად აღქმა, სწორად გაგება და ამ პროცესის ასე ვთქვათ ნაწილად ყოფნა რა. იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ლექცია მე პირადად ძალიან დამეხმარა ჩემი მიმართულებაზე, მე თვითონ პროდუქტის მენეჯერი ვარ და პროდუქტის მარკეტინგი, ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. ფიქრობ, პროდუქტის მენეჯერებისთვის ეს კურსი ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მარკეტინგთან მიმართებაში თავიანთი პროდუქტების გაყიდვის სწორ მიმართულებას დაინახავენ რაში სჭირდება მომხმარებელს თავიანთი პროდუქტები და მეორე მხრიდანაც ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფრის დანახვა და გააზრება. პლუს ამას კურსზე გარდა ცოდნისა და ესე ვთქვათ ამ მიმართულების ცოდნისა გამოვიმუშავეთ სხვადასხვა უნარები, რესურსები და ბევრად მეტი ინფორმაცია გავიგეთ, ვიდრე შესაძლოა სხვა სამსახურში მუშაობდეთ, ერთ და იგივე ხალხთან გიწოდეთ კომუნიკაცია, თუმცა მე პირადად ძალიან ასე ვთქვათ სხვა მიმართულებაზეც და ესე მეგობრულ ჭრილშიც ძალიან ბევრ სხვა მიმართულებაზე მომცა ფიდბექი, რაღაცები სხვა მიმართულებაზეც გამიზიარა თავისი რჩევები და მოკლედ როგორც პიროვნულად და ისე როგორც კურსითაც ძალიან საინტერესო იყო. ეს ძალიან საინტერესო შეიძლება ესე შაბლონურად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით ანუ არ ინანებენ ვინც ამ კურსს გაივლის შემდგომ და ყველას ვურჩევდი, რომ თუ ეს მიმართულება მაინც და მაინც ჯერჯერობით არჩეული არ აქვთ როგორც პროფესია პირიქით უფრო მეტად და სიღრმისეულად დაინახავენ ამ პროფესიის აუცილებლობას და საჭიროებას. მომავლის პროფესია მგონია და კითხვა ხო არის. ანუ მოწვეული სპიკერების ჩართულობა რამდენად დადებით გამოცდება იყო, ესეც გაგვიზიარე. კი, მოწვეული სპიკერებიდან ვინც ყავდა მეგობრებთან, ანუ დავმეგობრდით იმ ადამიანებთან, რამდენიმე კითხვაც დავუსვი, ანუ პირადადაც და ძალიან დამეხმარა. სხვა რაღაცების ასე ვქვათ, რა ქვია, ანუ advertising-ის ნაწილი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო ამ კურსის დაწყებამდეც და პროცესშიც უფრო რეკლამირების ნაწილი მაინტერესებდა. და იმ ადამიანისგანაც ნამდვილად მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და დღემდე აქვს იმის მზაობას და თანხმობაც, რომ თუ კი რამე სადმე რამეზე დამჭირდება ეს ადამიანი დარწმუნებული ვარ, ეხაც რომ რაღაცა ვკითხო და ან რაღაცა რჩევა ვკითხო, აუცილებლად გამიზიარებს დღემდე მის თავის ასე ვთქვათ დაუზარებლად თავის საქმეს. ძალიან დიდი მადლობა. მგონი მაგალითად მეგობრები შევიდნენ, ამის თქმა მინდა უბრალოდ რა ძალიან დიდი ბოდიშით გზაში ვარ და კარგად ვერ შეგამოვეცი, მაგრამ თუ ვინმე საიმე დააინტერესებს და რაღაცა აი ნოტუნასაც ხელი აწეული და დავკითხო უფრო კითხვა და შეიძლება მარტივად უყვას. ვიდეოს ჩავრთავ, გამარჯობა. ნინისთან არ მაქვს შეკითხვა, ზოგადად ვქნა შეკითხვა, მაგრამ სანამ მაქვს მოკლედ დავწია ხელი, მაინტერესებს. სილაბუსს გადავხადე და ძალიან დამაინტერესა ამ კურსმა. ორი კითხვა მაქვს ასეთი. პირველი არის ონლაინ ტარდება თუ არა ეს კურსი მთლიანად, იმიტომ რომ როგორც საიტონახა ჰიბრიდული აწერია და ვერ მივხვდი მაგას და მეორე არის თქვათ თუ შეიძლება თუ გამოცდილება არ გვაქვს მარკეტინგის სფეროში ესე პირდაპირ თუ შეიძლება ამ კურსის აღება ადამიანისთვის რომელსაც ესე შეხება გადაკვეთა ესე პირდაპირ არ ქონია მარკეტინგთან ატობა მე ვუპასუხოთ თუ თქვენ მეგობრებო როგორ გირჩევნიათ სალამი მაგუნა მადლობა
პირველ კითხვაზე რა გიპასუხო, ჰიბრიდული, იმიტომ გვიწერია რა, მოკლედ ჯგუფი რაცა დგება, მე ვთანხმდებით ხოლმე, ვის როგორ ურჩევნია და ვცდილობ ხოლმე რომ ეს მოვერგო ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ფიზიკურადაც შევხვდეთ ხოლმე ხანდახან მაინც, რომ რაღაც უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს და უფრო რაღაცა გაიხსნას ლექტორს და სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, მაგრამ ძირითადად უფრო ონლაინ ტარდება. მით უმეტეს ახლა ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქში რაც ხდება, ალბათ მაგასაც გადახედავს თვითონ მარტ აკადემიაც და საბოლოო ჯამში ალბათ უფრო შესაძლებლობების მიხედვით დავალაგებთ. ონლაინ იქნება სულა თუ ჰიბრიდული. მაგრამ მაგის მიუხედავად, თუ სიტყვაზე ჩვენ ფიზიკურად შევიკრიბებით, ვინც ვერ მოახერხებს, ონლაინ შეუძლია პირდაპირ ჩაერთოს. ეს იგულისხმება ამ ნაწილში. რაც შეეხება მეორე კითხვას, კი ბატონო, მე ბევრი სტუდენტი მყავდა წინა კურსზეც, ვინც მარკეტინგის სფეროში საერთოდ არ იყო და მგონია, რომ ეგეთი ადამიანებისთვის ძალიან საინტერესოა პირიქით, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცა სიღრმეებში ჩავიდეთ და რაღაცა საწყისებიდან ბოლომდე გავყვეთ პროცესს. ამიტომ აი ხა პრეზენტაციის დროსაც მაგ ნაწილსაც შევახები და ვეცდები, რომ უფრო კარგად დაგიხსნათ ეგ ნაწილიც. ამიტომ შეზღუდვა მაგაზე არ გვაქვს. სტარტაპერებისთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება და ზოგადად სხვა მიმართულებაზე მომუშავე ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ თვითონ პროდუქტ მარკეტინგი ძალიან იკვეთება ბიზნეს საჭიროებებთან და ბიზნეს პროცესებთან თვითონ კომპანიის შიგნით. ამიტომ ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება ეს პროცესი. თუ შეიძლება ირაკლი ვთხოვ ფინალურზე რომ გააკეთოს კომენტარი და ნინისაც თუ სურვილი ექნება, იმიტომ რომ მაინც ამ ცოდნა საბოლოოდ ფინალურში აჯამებენ და საკმაოდ ისეთი მსუყე რამ იყო და მაგაზე თუ გაუზიარებ დამწყებს. მე შემიძლია ეს დავამატო, როცა დისტანციურად ერთი სტუდენტის უყვავდა, ანა ყავდა, რომელიც საქართველოში არ იყო საერთოდ და გვერდთვებოდა სულ ყოველთვის, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ დისტანციურს ფიზიკური შეხვედრები ბევრად ჯობია, იმიტომაც ბევრად ისე უფრო მოგვენატრა ერთმანეთი და უცებ მაგიტომაც შემოვედი, როგორც კი გავიგე, რომ სალის ლექცია უნდა ყოფილიყო, მინდოდა რომ 2 წუთი ჩავრთულიყავი და ძალიან უფრო მეგობრული გარემოც იქმნება და ერთმანეთთან კომუნიკაცია თვითონ კურსის მიმდინარეობის დროსაც საკმაოდ საინტერესო ადამიანებიც გავიცანით და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ როცა ფიზიკური შეხვედრები გექნებათ ხოლმე ფიზიკურად დაესწარეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგია თვითონ ის ატმოსფეროც აკადემიაში თვითონ ყოფნაც და ყველაფერი ბევრად გირჩევდით, რომ დიდი მადლობა. ადგილზე მისულიყავით. თუმცა დისტანციურად ყავდათ. ილუმინატი დანასწრება და მუდმივად. მე შეიძლება მოგესალმებით. საგასწარი ირაკლი. არა უშავს. ძალიან მიხარია კიდე ერთხელ ასე ვთქვათ სალისთან ერთ ჩართვაში ყოფნა. მე ის ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ეს ბედნიერება განიცადა ამ კურსის გავლის და სალისთან ასე ვთქვათ ურთიერთობის ლექტორის და არ ვიცი, პირველ რიგში რო შევაფასო ძალიან მაგარი პირველ რიგში პიროვნება ასალი და მაგარი ლექტორია და დამიჯერეთ რომ ვინც აირჩევთ ამ კურსს არ ინანებთ, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოდ ხსნის ყველაფერს და იმდენად საინტერესო მასალებს მოგაწვით, რომ უბრალოდ გაგიხარდებათ ყოველ ჩართვაზე ყოფნა, იქ ფიზიკური შეხვედრები როცა იქნება, იქ სიარული და საერთოდ ჯამში კურსიც ძალიან კარგად არის, ასე ვთქვათ, მოწყობილი რა და მე მაგალითად ადრე სანამ დავრეგისტრირებოდი კურსზე, ესეთი ეჭვი მქონდა ხის არხის, მაგრამ მე რო გავიარე, პირდაპირ ვამბობ, რომ ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი იყო ჩემთვის ამ კურსის გავლა. და რა ვიცი, ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან სალის და საათ აკადემიას და ამ კურსს და დამიჯერეთ თუ თქვენს აიღებთ, ასე ვთქვათ და დარეგისტრირდებთ ამ კურსზე და სალისთან ერთად იქნებით ამ კურსის განმავლობაში, არ ინანებთ და რა ვიცი, ჩემგან 100%-ია რეკომენდაცია ლექტორსაც და ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. თუ შეიძლება ფინალურზე ორი სიტყვით გაგვითხრით და გავაგრძელოთ ჩვენ. ხო, ფინალურსაც შეეხება, ფინალური იყო
ძალიან აი ასე ვთქვათ, კარგად გაკეთებული, იმდენად კარგად, რომ არც ველოდი ასე სტრუქტურას და ყველაფერი იყო მაღალ დონეზე მოწყობილი რა და ბევრი რაღაცა უშუალოდ ფინალურის დროს, როცა ფინალურის პრეზენტაციებს ვამზადებდით და ფინალურის მასალებს ვადგენდით, უშუალოდ პროცესის დროს დავინახეთ სხვაგვარად ბევრი რაღაცა და ანუ თქვენს ამ შემთხვევაში ესე იქნებით დამერწმუნეთ, იმიტომ რომ უფრო მეტად წინ წაგიყვანთ სალის ცოდნა, რასაც გაგიზიარებთ და ის პრაქტიკული გამოცდილება, რასაც სალი მოგაწევთ. ჩემგან ძალიან დიდი მადლობა. ხო, ფინალურები ძალიან საინტერესო იყო, ის ბრენდები და პროდუქტი რაც აირჩიეთ, ძალიან საინტერესო იყო და ვისურვებდი მეც ამ ნაკადში მაინც ამ კურსის გავლას უფრო სრულფასოვნად და სიღრმისეულად ვიდრე შემოსწრებულზე დასწრება ახლა. დავაგზავნოთ მეგობრებო მაშინ და კითხვები რაც გექნებათ, შეგიძლიათ დაუსვათ, თუ სტუდენტები გაჩერდებიან, შეგიძლიათ მათაც დაუსვათ, სალისაც დაუსვათ, მეც რაც შემიძლია ამაზეც ვისაუბრებ. და ხო, რატის გადავაბარებ ახლა მოდერაციის ნაწილს წარმატებული საღამო. კი ბატონო, მე მაშინ შემიძლია ალბათ გავაგრძელო, ხო, თუ ხელი არ არის აწეული და რამე არ გამორჩა. კი, გავაგრძელოთ. კი ბატონო. გავაზიარებ ეხლავე. ხო, ჩემი ეკრანი კარგად. მგონი რომ კი. კი ბატონო. ხო, რაზეც გავჩერდით მოკლედ, რომ ყოველდღიური ფუნქცია მოვალეობები, რაც არის product marketer-ის კომპანიაში. აქ ძალიან საინტერესოა ის ზუსტად რაზეც ირაკლი ამბობდა, რომ შეიძლება ნინი იყო ბოდიში, რომ შეიძლება ეს კომპანიაში კონკრეტულად product marketer-ი არ ერქვა პოზიციას, მაგრამ დღესდღეობით აი ძალიან მარტივად რო ავხსნა ნებისმიერ კომპანიაში, სადაც არსებობს რაიმე პროდუქტი ან სერვისი და აკეთებთ მის ასე ვთქვათ რეალიზებას ბაზარზე, ეგეც თავიდან ბოლომდე product marketing-ი. ამიტომ დავიტოვებ ასე ვთქვათ ლექციებისთვის ცოტა უფრო საიდუმლო რეცეპტებს, რატო არის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთადერთი ვეცდები ახლა ავხსნა მარტივად რა არის ფუნქცია მოვალეობები. Product marketer-ის ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი რაღაცა ხდება მოკლედ კომპანიაში. ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში როცა ხარ product marketer-ი, ყოველთვის ამოხვიდე მომხმარებლის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან. ამას მოყვება ხოლმე აუცილებლად ის რომ მუშაობ ხარისხიან პროდუქტზე და ყოველთვის ასე ვთქვათ ფიქრობ არა იმაზე თუ რა მოგება დაუტოვო კომპანიას, არამედ რა ასე ვთქვათ ბენეფიტები და სარგებელი შესთავაზა მომხმარებელს და ეს ავტომატურად მე თუ შენ ამ მომხმარებლებს კმაყოფილებით როგორც ლოიალურებს მოიგავ კომპანიასაც რა თქმა უნდა დიდი სარგებელი აქვს. ამიტომ რაღაცა ესეთი ასე ვთქვათ წრე არის ეს product marketing-ის ფუნქცია მოვალეობები, რომელსაც ძალიან ბევრ stakeholder-თან აქვს გადაკვეთა კომპანიაში. ეს არის როგორც მენეჯმენტი, ასევე შეიძლება მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებები, PR-დან დაწყებული, digital advertising-ით დამთავრებული. ძალიან საინტერესო პროცესია ის, რომ თვითონ სარეკლამო სააგენტოებთან უწევს product marketer-ს ურთიერთობა კამპანიების დაგეგმვა. ასევე რა თქმა უნდა, მასზე არის დამოკიდებული თვითონ კომუნიკაციის, ბიუჯეტირება, მედია გეგმის შედგენა. და რა თქმა უნდა პროდუქტის ლონჩი, რასაც ვეძახით ხოლმე სარეკლამო კამპანიებს და მერე უკვე after sale-ებს გაყიდვების ნაწილში და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ანალიზი, შეჯამება და შემდეგი კამპანიების უფრო სწორად წინა კამპანიის გამოცდილების, ასე ვთქვათ, learning-ების მიხედვით დაგეგმვა. ამიტომ თავიდან ბოლომდე ფუნქცია მოვალეობებს რაც შეეხება არის რომ აი სულ რაღაცის კვლევაში ხარ, სულ რაღაცის თქვაში ხარ, სულ რაღაცის creativity-ის ნაწილში ხარ ჩართული და ანუ მუშაობის პროცესში რაც არ უნდა თქვა გამოცდილება არ გქონდეს, უფრო და უფრო მეტად რაღაცნაირად გეხსნება, გონება და უფრო მეტი იდეა შემოდის, რა თქმა უნდა, ბევრი წინაღობაც შეგვხვდება გზაში, მაგრამ ეგეც ძალიან საინტერესო პროცესია. რაც შეეხება როგორ ვისწავლოთ, რამდენიმე ვერსია არსებობს ამისი, ერთი რომ მე მაქსიმალურად, რა ვიცი, კურსის მანძილზე ვცდილობ ხოლმე რა, ყველანაირი ცოდნა გამოცდილება, როგორც კურსის მსვლელობისას, კურსის შემდეგაც
გავუზიარო ხოლმე სტუდენტებს და ნებისმიერ დროს ღია ვარ დახმარებისთვისაც, კონსულტაციისთვისაც და ჩემი ასე თუ ისე დაგროვებული გამოცდილების გაზიარებისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ნაწილი, რაც არ უნდა კურსი გაიარო, მოკლედ ეს რაღაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან და აზრიდან გამომდინარეა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თეორიულის გარდა რაღაცა პრაქტიკული ნაწილი. ამიტომ ძალიან კარგია თუ რაღაც მინიმუმ სტაჟირების ნაწილში მიიღებ მონაწილეობა, სხვადასხვა რაღაცა open პროექტებში, ჰაკათონებში ჩაერთვები, სხვადასხვა საინტერესო დამატებით კურსებს გაივლი, იმიტომ რომ product marketing-ის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ digital advertising-ის ნაწილში რაღაცა ბაზა მაინც გქონდეს გავლილი, იმიტომ რომ ბევრად კომფორტული იქნება შენთვის როგორც მარკეტერისთვის მუშაობა, იმიტომ რომ შენ ბექშიც გესმის, შენ დაგეგმილ თქვათ კომუნიკაციას და პროდუქტს, მერე თქვათ digital advertiser-ი როგორ აგენერირებს ბაზარზე, ხო? და რაც შეეხება იმ კითხვას, თუ როგორ გავხდეთ product marketer-ები, ამაზე ესეთი რაღაცა კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი არის რაღაცა ინტერესებზე დამოკიდებული. ლექციების დროს უფრო კარგად იქნება გასაგები, ზოგადად ეს product marketer-ი რატო არის ნებისმიერი მარკეტერი, რომელიც შეიძლება ესე ტრადიციულ კომუნიკაციაში უბრალოდ რაღაც ბრენდ მენეჯერად იყოს მოხსენიებული, ან უბრალოდ მარკეტერად. მაგრამ დღესდღეობით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც კომპანიაში მუშაობს სერვისზე და პროდუქტზე, არის product marketer. შეიძლება ჯერ თვითონაც არ იცის, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ აი ამ ყველაფერზე შენ მუშაობ, რადგან თქვით, რომ მომხმარებლის საჭიროებები, კომპანიის გეგმები, ბიზნეს გეგმები, რასაც KPI-ს ვეძახით და სწორი კომუნიკაცია, ნებისმიერ კომპანიაში შეგიძლია, რომ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა, რაც არის ძალიან კარგი დღესდღეობით და ტენდენცია, რომ ნელ-ნელა იმკვიდრებს ეს მიმართულება საქართველოს ბაზარზეც სახელს და ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ხდება, არ არის ბევრი senior product marketer-ი, სულ ძიებაში არიან თვითონ რეკრუტერებიც და ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ საჭირო და მნიშვნელოვანი კადრია ნებისმიერი კომპანიისთვის. მინდა ამაზე გავჩერდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დავფაროთ ზოგადად სილაბუსი ალბათ ზოგს დანახეთ, ზოგს არა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავივლი. აქ არის ძალიან მოკლედ აღწერილი, რას ისწავლი და ამის ქვეშ კიდე ჩაშლები გვექნება ლექციების მსვლელობისას. ერთი რომ ყველა ვარიანტში თავიდან გვექნება შესავალი, რომ რა არის product marketing-ი, რა განსხვავება ტრადიციულ მარკეტინგსა და ვთქვათ product marketing შორის და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა დამატებითი ინფორმაცია. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ბაზრის მიმოხილვა. ბაზრის მიმოხილვაში გულისხმება როგორც ლოკალური რაღაც ქართული ბაზარი, ასევე საერთაშორისო ტრენდები და ყოველთვის როცა product marketing-ის მიმართულებით მუშაობ, უნდა გესმოდეს თუნდაც შენი კონკურენტის საქმიანობა, მისი სერვისები, პროდუქტები, როგორი კომუნიკაციის სტილი აქვს, როგორი თანახმოვანი აქვს, როგორ ეკონტაქტება მომხმარებელს, როგორ აგვარებს მის საჭიროებებს, ხო? მაგალითად, შენ როგორც კომპანიაში მომუშავე კადრი, შენი პროდუქტით, რითი ან უსწრებს შენს კონკურენტს, ან რითი ჩამორჩები, ან რა შეგიძლია იმაზე საინტერესო და ვაუ შესთავაზო მომხმარებელს, ვიდრე შენი კონკურენტი აკეთებს, მაგრამ აქ არ უნდა გაჩერდე და აუცილებლად საერთაშორისო ბაზარზეც უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, სულ ორიენტირი აღებული და უნდა უფრო მეტად უნდა ეცადა, რომ იმათი გამოცდილება, იმიტომ რომ ევროპული, ამერიკული, ზოგადად საერთაშორისო ბაზარი ბევრად განვითარებულია product marketing-ის მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრია მართლა. ძალიან საინტერესო ინფორმაციებს დააგროვებ, ეს დაგეხმარება ანალიზის უნარშიც და უფრო რაღაცა თამამად მიიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ზუსტად მაგ გადაწყვეტილებებში გულისხმება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, ამას მარტო product marketer-ი არ აკეთებ და ყველაზე მთავარი როლი არის, რომ კომპანიაში არსებულ ასე ვთქვათ, მიმართულებებთან ერთად იმუშაო, იმიტომ რომ stakeholder-ები, ვინც არის ბიზნესის მიმართულება მაგალითად, თუნდაც დირექტორი, რაღაც დირექტორის მოადგილე გააჩნია კომპანიის წყობას, ხო, agile-ია, არა, agile კომპანია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც სტარტაპი. სტარტაპშიც აი ყველანაირ პუნქტში შეგიძლია იყო მონაწილე პროცესის და აი ნებისმიერ მიმართულებაზე შეძლებ რომ რაღაცა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღო გუნდთან ერთად. აი ეს როგორ დავაკეთოთ, ამას უკვე ლექციების მსვლელობის დროს დავფარავთ ძალიან დეტალურად. მონაცემთა ანალიზს რაც შეეხება,
ერთი სრული ლექცია დაეთმობა მიმართულებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დატას ნაწილი დღესდღეობით მით უმეტეს და თუ ტექის მხარეს გიწევს მუშაობა, ან რაღაც ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობ, რომელიც რა თქმა უნდა მომავლის თემებია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ შეგეძლოს მინიმალურად მაინც დატას დამუშავება, რაშიც იგულისხმება თუნდაც მომხმარებლის ქცევა, საჭიროებები, რაღაც გაჩნია კიდე რა კომპანიაში მუშაობ, ხო, ზოგ კომპანიაში თუ ფინანსურ კომპანიაში მუშაობ, მაგალითად ფინანსურ ინსტიტუტში იქ რაღაცა უნდა შეგეძლოს კონკრეტული დატას წაკითხვა, თუნდაც მომხმარებლის რაღაც საჭიროებების ბუნებიანობის და ლევერიჯის ნაწილში, თუ კონკრეტულ სერვისში მუშაობ ან რაღაცა ტრადიციულ პროდუქტზე, მაშინ უნდა შეგეძლოს მაგალითად იმ ქცევების და დატის დამუშავება ზოგადად რა მუშაობს კარგად ჩანს მომხმარებელზე, რა გამოსასწორებელი, ვთქვათ, არსებული კონკრეტული კომუნიკაციიდან შედეგი რა მოიტანა ამ ყველაფერმა და აი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დეტალშია ჩაშლილი ეს ნაწილი. ეფექტურ კომუნიკაციაზე გვექნება ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული, იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაფერი არის ძალიან ასე ვთქვათ გადატვირთული, ხო, დიჯიტალ არხების, ძალიან დიდი კონკურენცია, უამრავი მიმართულება, უამრავი კომპანია, სოციალური მედია არის ძალიან გადატვირთული და ყოველთვის უნდა იცოდო, რომ შენ აკეთო ისეთი კონტენტი, თუნდაც და ისეთი კომუნიკაცია, რომ მომხმარებელს დაამახსოვრდე და ვიღაცას არ მიგამსგავსოს, არ ასე ვთქვათ, არ გადაწიოს შენი კომუნიკაცია და არ გააგრძელოს, ხო? საკმაოდ ისეთი შრომაწევადი ნაწილია ეს და აი ძალიან დეტალებში ჩავალთ აი ამ მიმართულებით. ხელი არის მე მგონი აწეული. ხო, ეხლა მე მაინტერესებს უბრალოდ კონკრეტულად ეს კურსი, ეხლა რასაც გავდივართ და რასაც ვისმენთ, ეს უფასო კურსი რას იმსახურება? მეტი კითხვა არ მაქვს. ეს დღეს რაზეც ვსაუბრობთ? ეს არის უბრალოდ რომ გაგიზიაროთ product marketing-ის ის კურსი, რასაც მე ჩავატარებ, რას მოიცავს და თქვენ გადაწყვეტოთ და გაინტერესებთ თუ არ დაგაინტერესებთ ამ კურსზე ვთქვათ დასწრება. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მიზანი, უბრალოდ ღია ლექცია, ასე ვთქვათ. კარგი, მადლობა. არაფერს. ასევე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის ნაწილს გავივლით აუცილებლად, იმიტომ რომ დღესდღეობით შეუძლებელია რაღაც ტექ მიმართულებების, ტექნოლოგიების, თუნდაც ტექ თულების გამოყენების გარეშე მუშაობა. ამაში შედის ძალიან ბევრი ვთქვათ, სისტემები, ERP სისტემებთან მუშაობა, გააჩნია კიდე რა კომპანიაში მუშაობ, შეიძლება ელემენტარული, მაგალითად, ChatGPT-ის და ის სხვადასხვა მიმართულებების ნაწილში გაგიზიარებთ ჰინტებს, როგორი მუშაო კომფორტულად, რაში გამოიყენო ეს არსებული უფასო რესურსები, რაც ინტერნეტში არის, რომელიც საშენად შეგიძლია რომ დაილაგო და აი ესეთ საინტერესო ნაწილებსაც შევეხებით. პრობლემების გადაჭრას რაც შეეხება, არ არსებობს მარკეტერი, რომელსაც რაღაცა წინაღობა არ ექნება მუშაობის პროცესში, იმიტომ რომ შენ როცა გადიხარ აუდიტორიაზე, როცა პასუხისმგებლობა გაქვს მომხმარებლებთან გაიტანო კონკრეტული პროდუქტი, ასევე კომპანიის შიგნით შენ რაღაც დირექტორებს თუ სტეიკჰოლდერებს დააჯერო, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რატომ უნდა გახვიდე ესეთი კომუნიკაციით, როგორ შეინარჩუნო ბრენდის, ასე ვთქვათ, გაიდლაინები და დაიცვა ბრენდიც ხო კომუნიკაციის ნაწილში, რომ რეპუტაციული რისკი არ მიაყენო შენს ბრენდს, შენი არასწორი თუნდაც მესიჯებით მომხმარებლებთან. აი, ესეთ დეტალებს გავივლით და პრობლემების გადაჭრებზე ვიმუშავებთ, როცა კონკრეტული რაღაცა force majeure кейსები გვაქვს, მაგ დროს როგორ ვიქცევით, როგორც product მარკეტერები, რა ნაწილში არის მნიშვნელოვანი ჩვენი კონტრიბუცია და რა ნაწილში ვთავთ უკვე დამხმარე, ასე ვთქვათ, მიმართულებებს. ჯვარედინი ფუნქციონირებადი თანამშრომლობის ნაწილს დავფარავთ, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი და მარკეტინგი დღესდღეობით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის იყოს სინერგია. ძალიან ბევრ კომპანიაში ეხლა მაგაში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პროგრესი გვაქვს. ხდებოდა ისე, რომ ბიზნესი თავისთვის მუშაობდა, რაღაცა იგონებდა პროდუქტებს, აწესებდა გეგმებს და მე უბრალოდ მარკეტერი იყო ის მარკეტინგის განყოფილება იყო ის მიმართულება, რომელიც უბრალოდ რაღაცა აი დაკვეთის პრინციპით იყო ხოლმე მუშაობა რა, რაღაცას გვეტყოდნენ, რომ მე ახლა ეს გავაკეთე და აბა შენ ახლა გავუშვი კომუნიკაცია და სიღრმისეულად მარკეტერს არ ქონდა თუნდაც ამ პროდუქტის ან სერვისის ცოდნა რა ძალიან რთულია
იქიდან გამომდინარე, თუ არ გესმის ზოგადად რას მოიცავს კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც მომხმარებლამდე უნდა მიიტანო, ძალიან რთულია, რომ სწორი კომუნიკაცია დაალაგო, ხო, ამასთან დაკავშირებით. ამიტომ აი ამ საინტერესო რაღაცა ჯვარედინ ფუნქციური თანამშრომლობის პროცესებს, მნიშვნელობას და შინაარსობრივ თუ ტექნიკურ თუ რაღაც პრაქტიკულ ნაწილებს დავფარავ ლექციის მსვლელობის ჟამს. ეს კითხვა წეგან დაისვა და კიდევ ერთხელ გადავივლი, ვისთვის არის ეს კურსი. კურსზე არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, ერთადერთი ძალიან კარგი იქნება, რომ basic ინგლისური ენის ცოდნის ნაწილი გქონდეს. რომც არ გქონდეს, მაინც მე ყველანაირ ლექციას ვაკეთებ ქართულად და მაგისი პრობლემა არ იქნება. ერთადერთი არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით ქართულად არ მოიპოვება და კი ვცდილობ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ქართულად ავთარგმნო სტუდენტებისთვის ან ისე მივაწყდა, მაგრამ არის რაღაცა ბიზნეს product marketing-ის მნიშვნელოვანი ტერმინები და მიმართულებები, რაც ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ ინგლისურად. ეგ არის ერთადერთი მოთხოვნა და მეორე არის, რომ უბრალოდ ნამდვილად იმ შემთხვევაში აიღოთ ეს კურსი, თუ მართლა გაინტერესებთ, იმიტომ რომ ლექციების ჟამს ვარ საკმაოდ მომთხოვნი ლექტორი, მეგობრულიც ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ ამ კურსის ბოლოს ნებისმიერ სტუდენტს გავატანო ის ცოდნა, რაც მინდა რომ გამოსიარო. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ეს კურსი წარმოიდგინოთ თქვენთვის როგორც რაღაც ინტელექტუალური ინვესტიცია და მაგ შემთხვევაში მიიღოთ გადაწყვეტილება. დამწყებ მარკეტერებს შეუძლიათ გაიარონ, ჯუნიორ მარკეტერებისთვისაც ძალიან კარგია და სინიორ მარკეტერებისთვისაც, იმიტომ რომ აი გადავალ შემდეგ სლაიდზე რა განსხვავება product marketing-სა და ტრადიციულ მარკეტინგს შორის, რომელსაც თუნდაც სინიორ მარკეტერები ფარავენ. ასევე არის ყველასთვის, ვისაც სტრატეგიული პროექტების მართვა აინტერესებს, შეიძლება იყოს project manager-ი ან რაღაცა product owner-ი, ან სტარტაპერი, ხო? ანუ ნებისმიერი ბიზნესში მოღვაწე თუ მომუშავე მენეჯერისთვისაც ეს კურსი იქნება ძალიან პროდუქტიული და ძალიან ბევრ ცოდნას წაიღებ. ჩემზე დიდად ბევრი ლაპარაკი არ მეყვარს ხოლმე, ამიტომ ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ მოვყვე. მე ვარ ზოგადად ჩემი პროფესიით დღესდღეობით დაახლოებით 12+ წელი ამ მიმართულებას ვფარავ, ვარ product marketer-ი, ზოგი brand manager-ს მეძახი, ზოგი პროსტა marketer-ს, მაგრამ ნუ მე ესე ვეძახი ჩემთანს, იმიტომ რომ ეგ არის სწორი, ასე ვთქვათ, დასახელება. ვარ board gamer-ი, ძალიან მიყვარს სამაგიდო თამაშები და ძალიან ახლოს არის ხოლმე სტრატეგიული სამაგიდო თამაშები product marketing-თან და ამაზეც მე მოგიყვებით ზოგადად რატო არის საინტერესო ეგ მიმართულება. გემიფიკაციის ნაწილში ვარ ძალიან აქტიურად ჩართული, თუნდაც აპლიკაციების ნაწილში და ამჟამად ვარ TBC-ში ციფრული პროდუქტების მარკეტინგის ლიდი და ასევე მენტორი და მაქვს ბევრი, ასე ვთქვათ, სტაჟირების მიმართულება თვითონ კომპანიაში. სამუშაო გამოცდილებაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რამოდენიმე კომპანიაში ჩამოვდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი, რომ სარეკლამო სააგენტოს გამოცდილება მაქვს და წლები მუშაობდი ამ მიმართულებით. ასევე მუშაობდი კომპანია Optimo-ში, რომელიც ERP სისტემებს ნერგავდა და თავიდან ბოლომდე უფრო ბიზნეს და სისტემების და ტექ მიმართულება იყო. ვარ Ivaha Game Club-ის სამაგიდო თამაშების კლუბის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის, ასე ვთქვათ, თანამშრომელი ვიყავი და ამჟამად ვიკავებ პოზიციას TBC ბანკში. რაც შეეხება product marketing-ის და თუნდაც brand ტრადიციული მარკეტინგის სხვაობებს. ალბათ ამ პრეზენტაციასაც მე გაგიზიარებენ მეგობრები, მაგრამ ვეცდები, რომ აი ძალიან მოკლედ ავხსნა რა სხვაობა, აი ტრადიციულსა და ჩვენ კურსს შორის სხვაობა და ზოგადად რატო არის განსხვავებული ეს ორი სფერო ერთმანეთისგან. ჩვენი მთავარი როლი როგორც product marketerების არის, რომ თვითონ პროდუქტი მივიტანოთ მომხმარებლამდე და რაც შეეხება brand marketing-ს, მანდ არის უფრო რომ გაიზარდოს თვითონ კომპანიის ბრენდის awareness-ი, უფრო მეტად ვიმუშაოთ ბრენდის ასე ვთქვათ პოზიციონირებაზე და ბრენდის საშუალებით შევაყაროთ მომხმარებელს მერე არსებული სერვისები, მაგრამ დღესდღეობით აი ეს ორი ერთმანეთთან ძალიან დიდ კორელაციაშია და მაგას ყველა ლექციების დროს დავფარავთ, რატო ჭირდება ამ ორ მიმართულებას ძალიან ერთმანეთი. KPI-ის ნაწილში რაც არის, ასე ვთქვათ, მთავარი მეტრიკები, რაზეც დგას ზოგადად
product marketing-ი ესე უხეშად რო ახსნა გეგმები კომპანიის, რა გეგმა უნდა შეასრულოს კომპანიამ, ხო და რაში უნდა დავეხმაროთ ჩვენ როგორც მარკეტერები კომპანიას. ძალიან დიდი განსხვავება product marketing-სა და ტრადიციული მარკეტინგის KPI-ებს შორის. ჩვენ უფრო მეტად მუშაობთ, რომ პროდუქტის, ასე ვთქვათ, გამოყენების პოტენციალი გავზარდოთ და ამით მოვუტანოთ თუნდაც კომპანიას ბენეფიტი და ასევე იუზერებს მივცეთ ისეთი პროდუქტები, რომ გამოიყენონ და დავიბრუნოთ ეს მომხმარებლები უკან და ასე ვთქვათ, არ დავკარგოთ, ხოლო რაც შეეხება ბრენდის მიმართულებას, აქ უფრო ისევ დაწოლა არის ბრენდის პოზიციონირებაზე, top of mind-ზე, აი პირველი კომპანია რა შეიძლება გაგახსენდეს რაღაცა კონკრეტულ მიმართულებაზე და უფრო აი მომხმარებლების ჩართულობაზე. Რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ ხოლმე, ეს ორი მიმართულება. თუ კომპანიაში ეს მიმართულებები ცალ-ცალკე არ არის გაყოფილი, ერთადად შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება და ბევრი კომპანია ეგრეთ მუშაობს. რაც შეეხება თვითონ product marketer-ის skills, მოდი ესე ბჭყალებში skills ვიტყვი, მთავარი არის, რომ შეძლოს აი ეს რაც ვთქვით, რომ research-ი და ანალიტიკის ნაწილი, სტრატეგიაზე უნდა აინტერესებდეს მუშაობა, იმიტომ რომ ნებისმიერ product მიმართულებას სჭირდება სტრატეგიის გაწერა, თუნდაც კომუნიკაციას სჭირდება თავისი სწორი სტრატეგია, რომ რაღაც ნაწილში არ აუცდეთ მომხმარებლის ინტერესებს. ასევე პროდუქტზე უნდა შეგვეძლოს მომხმარებელთან სწორად საუბარი. Product marketing-ს არ ჭირდება მხოლოდ მაგალითად ლამაზი რგოლები, ხო? Product marketing-ის დატვირთულობა უფრო არის, რომ მარტივი გადაწყვეტით ვესაუბროთ მომხმარებლებს და თუნდაც კომუნიკაციის ნაწილში, როცა ესე რო ვთქვათ, რეკლამას როცა ვუშვათ ხო მომხმარებელთან, რაღაცა ზოგადი ფრაზებით არ უნდა ვესაუბროთ და პირიქით მაქსიმალურად დამიწებული, მაგრამ რა თქმა უნდა ბრენდთან ბმაში არსებული კომუნიკაცია უნდა ვაკეთოთ. რაც საკმაოდ საინტერესო, მაგრამ რთული დავალებაა, განსაკუთრებით თუ გიწევთ მუშაობა ან ფინანსურ ინსტიტუტში, სადაც ბევრი შეზღუდვაა ხო კომუნიკაციის ნაწილში, ან ისეთ სერვისებში, სადაც ბევრ ამეზე ესე პირდაპირ არ შეგიძლია მომხმარებელთან საუბარი, ხო, ყველა კომპანიას რაღაცა თავისი შეზღუდვები აქვს. ხოლო რაც შეეხება ტრადიციულ მარკეტინგს, მან უფრო ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობენ ეს ადამიანები, უფრო ვიზუალურ სტორითელინგზე, კონტენტ მარკეტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და PR-ის ნაწილი, ხო, მაგრამ product მარკეტერებიც აი ამ მიმართულებასთან ძალიან აქტიურ ბმაში ვარ. ძალიან არ ვარ ჩავუღმავდა და ჩაუყვეხლა და არ დაგტვირთოთ ბევრი ინფორმაციით. მთავარი არის, რომ ჩვენი მთავარი პოზიციონირება და მესიჯი არის, რომ მომხმარებლებს ვესაუბრებით პირდაპირ და მათთან გავდივართ უშუალო კონტაქტზე და ჩვენი მთავარი მიზანი არის, როგორც product მარკეტერების, რომ მომხმარებელს შევაყაროთ ჩვენი კომპანია და მისი პროდუქტები და პირიქით კომპანიას გავუჩინოთ იმის შეგრძნება, ასე ვთქვათ, რომ ისინი თავიდან ბოლომდე უნდა იყონ მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე. აი ეს არის სწორი ჯაჭვი, რომელსაც product მარკეტერები ვცდილობთ, რომ ძალიან სწორად დავიცვათ. ლექციების დროს ასევე გავივლით ძალიან ვრცელ პროცესს, ეხლა აქ ძალიან მოკლედ მაქვს ახსნილი, მაგრამ ვეცადე რომ აი main თავარი მიმართულებები გამომეტანა. ერთი არის რომ ზოგადად პროდუქტის საჭიროებებზე ვისაუბროთ, როცა product marketing-ს ვეხებით, მეორე რომ თვითონ პროცესის გეგმა როგორ არის, რომ აი მე რომ მივედი კომპანიაში product marketer-ად, საერთოდ როგორ უნდა ვიმუშაო, ხო, თუ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, საიდან უნდა დავიწყო, რაღაც საიდან უნდა გავაგზავნო შუაში, რა მჭირდება, ვის რაზე მივმართო, რაში ვარ კომპეტენტური, თუ რაღაცაში კომპეტენტური არ ვარ, ამაზე რა გზები ვიპოვა და ძალიან ბევრი ესეთი დეტალების ჩაშლა გვექნება, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ვისწავლით ასევე data და business analysis, ასე ვთქვათ, tool-ებს, როგორ შეიძლება რომ თუნდაც გამოცდილების გარეშე შევძლოთ, რომ ანალიტიკის ნაწილში ვიყოთ, ასე ვთქვათ, მოქნილები და როგორ შეიძლება რომ ვისწავლოთ თუნდაც ბიზნესის tool-ების გაანალიზება, წაკითხვა და მერე ასე ვთქვათ, წერა. თუ ასევე გავივლით ნაწილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ორიენტირებულ პროდუქტებზე მუშაობას, ვისაუბრებთ თქვათ აპლიკაციების ნაწილზე, აპლიკაციებში რო პროდუქტები გიჩანთ, ხო, აი თუნდაც ნებისმიერი რო გახსნათ ნებისმიერი აპლიკაცია, რასაც მოიხმართ ყოველდღიურობაში, შიგნით საერთოდ რა ხდება, იმის უკან როგორი პროცესები მიდის, საერთოდ მომხმარებლამდე სანამ ივა რა ჯაჭვს გადის ეს პროცესი,
აი ეგეთ დეტალებში ჩავალთ, რაც საკმაოდ საინტერესოა და არის ბევრი ადამიანი, ვინც მაგალითად ამის მერე ხდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებაში დასაქმდეს. ტესტირება, ზოგადად პროდუქტის ტესტირება, რაც ასე თუ ისე ბევრ კომპანიაში ჯერჯერობით არ არის განვითარებული, მაგრამ ძირითადად ის კომპანიები, რომლებიც უფრო აპლიკაციების ნაწილზე მუშაობენ და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, უკვე გადავიდნენ აი ამ ტესტირების კულტურაზე და გავივლით ამას, რას ნიშნავს პროდუქტის ტესტირება, სანამ მომხმარებლამდე გავა და აუცილებლად გავივლით ანალიზის ნაწილს, რას ნიშნავს MVP მეთოდი. MVP მეთოდი, აი მოკლედ რომ მაგიცნათ არის, რომ სანამ მომხმარებლამდე მიიტან რაღაცა ნახევარფაბრიკატი, როგორ შეგიძლია გატესტო კონკრეტულ აუდიტორიაზე და მერე გაუშვა ფართო აუდიტორიაზე, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვია შენი მომხმარებლების, თუ რაღაცა კონკრეტული ხარვეზები აქვს შენს პროდუქტს თუ სერვისს და რა თქმა უნდა კამპანიის ლონჩი, რომელიც ყველა საყვარელი ნაწილია განსაკუთრებით მარკეტერების კომპანიაში, რომ ემუშაო სარეკლამო სააგენტოებს, მიცე ბრიფი კონკრეტულ კამპანიაზე, იმუშაო მერე ამ რგოლის გადაღებებზე მათთან ერთად, გაუშვა და მერე შეხედო შენს შექმნილ ასე ვთქვათ კომუნიკაციას. ასევე ძალიან სიღრმისეულად ჩავყვებით ამ product marketing-ის და ტრადიციული მარკეტინგის თვალობებს, რომ თქვენს წარმოდგენაში და პრაქტიკაში გქონდეთ ეს სხვაობა, რომ კურსის ბოლოს თქვენ თვითონვე გადაწყვიტავთ, რომელი მიმართულება უფრო გაინტერესებთ. სპიკერები გვეყოლება აუცილებლად სტუმრად, ტრადიციულად, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე, digital advertising-ზე, ასევე ფანელურ მარკეტინგზე, product marketing-ის გაყიდვების პროცესებზე გვექნება ძალიან საინტერესო ლექციები და გაგიზიარებთ ამ გამოცდილებასაც და მერე პრაქტიკულადაც დაგეხმარებით კონსალტინგის ნაწილში. Customer experience, რაც ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და თამდევი ნაწილია product marketing-ში, ამ ნაწილებს გავივლით. Გავივლით სხვადასხვა პროცესებს, кейსებს, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ, რეალურ кейსებს, გავაანალიზებთ და გვექნება სხვადასხვანაირი პრაქტიკული სამუშაოები, რომ თქვენ თვითონ იყოთ მონაწილე ამ პროცესში, ანუ მთელი ლექციის კურსის განმავლობაში ნებისმიერი ლექციის ბოლოს გვექნება ან კონკრეტული სამუშაო, ან კონკრეტული კვიზები, ან პრეზენტაციები, რომ მაქსიმალურად იყოს ძალიან ინტერაქტიული, ანუ მარტო მე არ ვისაუბრებ, გვექნება კითხვებიც, პრაქტიკული ნაწილიც და მოკლედ საკმაოდ საინტერესო კურსია, ამაზე ვარ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი. ასევე ციფრულ პროდუქტებზე ვისაუბრეთ კურსის დროს, რომ აი ზოგადად სოციალურ მედიაში რა, როგორ გავყიდოთ სწორად, კომუნიკაციის ნაწილში key message-ები რა გავითვალისწინოთ და მერე როგორ გაუშვათ თუნდაც ეს დიდ აუდიტორიაზე. ბიზნესის და მარკეტინგის სინერგიას ჩავყვებით ძალიან სიღრმეებში. Როგორ ხდება ზოგადად პროდუქტის შექმნა კომპანიაში და მისი განვითარების ვაფშე რა ეტაპები არის და რასაც მომხმარებელი საერთოდ ვერ ხედავს ხო შენ მომხმარებლამდე უკვე კომუნიკაცია რომ იგაკ იმის უკან რა ხდება ამ დროს სამზარეულოში აი მაგ პროცესებს გავივლით ძალიან დეტალურად სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებებს გავივლით დეტალურად მეტრიკების ნაწილს რას ნიშნავს რატო არის ეს მნიშვნელოვანი და სიტყვაზე რატო უნდა ვიცოდეთ რაღაცა კონკრეტული თუნდაც დასახელებები თვითონ მარკეტინგში და რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო შედეგების გაანალიზებაზე MVP-ზე და კამპანიის ლონჩზე ისედაც ვისაუბრე და რა თქმა უნდა სულ არის ხოლმე ეს კითხვები რა ყველა ლექციის დროს რომ რამდენად შესაძლებელია რომ მე ვიყო პროდუქტის მარკეტერი რომელსაც საერთოდ არ მაქვს გამოცდილება ხო ამაზე ორივენაირი პასუხი მაქვს კი ან არა და გამიჯერეთ რომ ყველაფერი არის ძალიან მონდომებად, იმიტომ რომ მე მაგალითად საერთოდ სხვა სფეროთი დავიწყე და საერთოდ სხვა სფეროში ამოვყავი თავი და ეგ არის ძალიან მიღებული პრაქტიკა, რომ დღესდღეობით განსაკუთრებით რომ შეიძლება ბევრ რაღაცას მიედმოედო და საბოლოოდ საერთოდ სხვა მიმართულებაში იპოვო შენი თავი. ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს არის კონკრეტული ადამიანის სურვილზე, რა სფერო და რა მიმართულება აინტერესებს. Product marketing-საც შეეხება იმდენად აი გლობალურად ბევრ მიმართულებას მოიცავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ინტერესი აქვს ამ მიმართულებაში, არის პოტენციური კადრი, რომელიც იმუშავებს ამ სფეროში, რა თქმა უნდა. და ხშირად არის ხოლმე დღესდღეობით, პანდემიამ და ყველაფერმა მოიტანა ის, რომ რამდენად შესაძლებელია მე როგორც product marketer-მა თუნდაც ალოკაციით ან დისტანციურად ვიმუშაო, ხო?
ესეც არის თავიდან ბოლომდე შენს სკილებზე დამოკიდებული, როგორ ასე ვთქვათ, შეთანხმდები თუნდაც კომპანიასთან, რომ შეგიძლია თავიდან ბოლომდე დისტანციურად იმუშაო, შეგიძლია, რა ვიცი, ჰიბრიდულად იმუშაო, ხან კომპანიაში იყო, ხან არ იყო, ხო, მაგრამ არიან კონკრეტული კომპანიები საქართველოში, ვისაც რაღაცა წესებში უდევთ, რომ ყველა ვარიანტი ყოველდღიურად იარო, ხო? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე ხა ჩვენს კომპანიაში და ისედაც, რომ ადამიანებს მივცეთ ამ ჰიბრიდული მუშაობის საშუალება, იმიტომ რომ პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ბევრად უფრო ეფექტური არის ბევრი ადამიანი ამ მოწყობით, ვიდრე აუცილებლად ამ მხოლოდ დისტანციურად, ამ მხოლოდ რაღაცა ფიზიკური მუშაობით. ამიტომ ესეც დამოკიდებულია რა კომპანიაში დაიწყებთ დასაქმდებით და როგორ, ასე ვთქვათ, მოერგებით მათ საჭიროებას, მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, მე მაგალითად ვემუშავები ბევრ საერთაშორისო კომპანიას ფრილანსზე, რაც ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ product marketing-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი benefit ის არის, რომ შენ შეგიძლია ბევრი რაღაც კომპანიის გარე პროექტებზე იმუშაო, რა თქმა უნდა, დროის გადანაწილება შენ თვითონ უნდა მოახერხო და დისტანციურად არის თავიდან ბოლომდე, მეგობრებო, ამის კეთება შესაძლებელი. საერთაშორისო ბაზარზე ეს უფრო მიღებული პრაქტიკა, საქართველოში ნელ-ნელა ვითხოვით ამ ყველაფერს. ეგ არის სულ, რაც მინდოდა, რომ გამეზიარებინა, რომ ძალიანაც არ დაგყავთ ისედაც დღის ბოლოა და ვინც შემომიერთდებით მოკლედ ამ კურსზე, მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები.